დეკანოს გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს დილიდან განახლდა. იქამდე კი ადვოკატმა მიხეილ რამიშულმა საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანა. აღნიშნულის მიზეზი დეკანოს გიორგი მამალაძის მხრიდან ფულის გათეთრებისა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ედიშერ ქარჩავას პირადი განცხადება გახდა. როგორც მიხეილ რამიშულმა აღნიშნა, მათ აქვთ მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებული დეკანოზის მხრიდან ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია. ეს იმიტომ არის აბსურდი და იმიტომ არის ცილისწამება, რომ მარტო ის ფაქტი, როდესაც ბატონი ედიშერი ბრძანებდა, რომ თურმე ამის შესახებ პატრიარქი არანაირ საქმის კურსში არ ყოფილა და არ არსებობს არანაირი ურთიერთობა მამა გიორგისა და პატრიარქს შორის, ეს უკვე სიცრუე იყო, იმიტომ რომ ჩვენ მოვიძიეთ დოკუმენტი, სადაც არის მინდობილობა გაცემული პატრიარქის მიერ იმ საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც სათავეში ედგა მამა გიორგი. ედიშერ ქარჩავა დეკანოს გიორგი მამალაძის ადვოკატების მიერ მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას არასერიოზულ სამართლებრივ საკითხად აფასებს. ჩვენთან საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის სასამართლო პროცესზე დაშვების საკითხზეც და უჩან ანუაშვილის ან მისი წარმომადგენლის სასამართლო განხილვის პროცესზე დასწრება დადებითად შეაფასა. სამართლებრივად შეიძლება ამას უწოდოთ არასერიოზული, ვინაიდან მამა გიორგი მამალაძის საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ასევე გამოძიება მთავარ პროკურატურაში, რაზეც მე სრულყოფილი ჩვენება მაქვს მიცემული აღნიშნულთან დაკავშირებით. ამიტომ უბრალოდ მიმაჩნია მარტივად და რბილად რომ თქვა, რომ მისი ეს პოზიცია არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი. სახალხო დამცველის მონაწილეობა არის მისასალმებელი იმ თვალსაზრისით, რომ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს არ ექნება შემდგომში არანაირი იურიდიული საფუძველი მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს, ვინაიდან კარგია რომ თვითონ სახალხო დამცველი უშუალოდ აწარმოებს ამ პროცესების მონიტორინგს. რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო პროცესს, მას ბრალდებული დეკანოზი ადვოკატებთან ერთად ესწრებოდა. პროცესი სასამართლოს დახურული წესით გამართვის შესახებ მსჯელობით დაიწყო. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ პროცესის საქმეში პირადი ცხოვრების ამსახველი მტკიცებულებების გამო დახურეს, თუმცა დაცვის მხარის განცხადებით პროკურატურას მსგავსი მტკიცებულებები არ მოეპოვება. სასამართლოს დასრულების შემდეგ პროკურორმა მედიის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ საქმეში დევს არა რომელიმე გარეშე პირის პირადი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტაცია, არამედ დეკანოს გიორგი მამალაძისა და ირაკლი მამალაძის დიალოგი, რომელიც კონკრეტული პირების პირად ცხოვრებას ეხება. ზვიად გულელაძის განცხადებით, ეს საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ სასამართლო პროცესი დახურული წესით წარიმართოს. ჯერჯერობით მათ ჯერაც ვერ გაბედეს, რომ თავიდან ბოლომდე გაუშვან საქმის მასალები, აქაც ცდილობენ, რომ ნაწყვეტ გაუშვან, მაგრამ საქმეთა მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს მათ ვალდებულება ექნებათ ეს თავიდან ბოლომდე გაუშვან და საზოგადოებათ, მაგრამ მოსამართლე მაინც ხო დაინახავთ რეალურად რასთან გვაქვს საქმე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს არანაირი ესეთი არგუმენტი შესავალ სიტყვაში პროკურორებისგან არ მოგვისმენია, რომელსაც მოსამართლეს აფიქრებინებ და ობიექტურად მოაზროვნებ მოსამართლეს და მე მჯერა, რომ დღევანდელი საქმის სამართლე უნდა იყოს ესეთი, შესაბამისად აფიქრებინებდა, რომ საქმეზე უნდა გამოვიდეს გამოტყუნებელი განაჩენი. ჩვენ შუამდგომლობის ეტაპზე ასევე პროცესის დასრულების შემდეგ თქვენთან ჟურნალისტებთანაც კომენტარის დროს გავაცხადეთ, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს ვიდეო კადრები, სადაც ასახული არის კონკრეტული პიროვნების პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალი. ერთხელ და საბოლოოდ, რომ ყველასთვის ნათელი გახდეს, რა ვიდეო ჩანაწერებზე არის საუბარი, ვიტყვით. ეს არის ვიდეო ჩანაწერები, სადაც ასახული არის გიორგი მამალაძის და ირაკლი მამალაძის შეხვედრები და საუბარი. ამ ვიდეო ჩანაწერებში გიორგი მამალაძე განიხილავს სხვადასხვა პირების პირად ცხოვრებას უარყოფით და მიუღებელ კონტექსტში. ეს არის ვიდეო ჩანაწერები, რომელიც არსებობს სისხლის სამართლის საქმეში. სხვა ჩვენ მეტი, არც ნაკლები, არც შუამდგომლობის ეტაპზე, არც კომენტარისას არ გვიქმნობს. მოსამართლემ დეკანოს გიორგი მამალაძის საქმის განხილვა 23 ივნის დილის 11 საათზე ჩანიშნა.
წმინდა ნინოს სახელობის საერხის სასულიერო სკოლა-პანსიონის საიუბილეო ღონისძიებები გრძელდება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით სასწავლო დაწესებულებამ წმინდა სინოდის წევრებს უმასპინძლა. სკოლა-პანსიონს საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტ დანიელთან ერთად ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი და რუსთველი მიტროპოლიტი იოანე სტუმრობდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სკოლაში არის ძალიან სერიოზული შედეგი იმისა, თუ რაც ნიშნავს ქრისტიანული აღზრდა სულიერი და ეროვნული ფასეულობებით. ჩვენი ახალგაზრდა თაობა სწავლობს რა თანამედროვე სტანდარტების საფუძველზე, ამავე დროს არ კარგავს კავშირს სულიერ და ეროვნულ ფასეულობთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მე ვფიქრობ, შეიძლება გახდეს საფუძველი საჯარო სკოლებისთვის მომავალში. ეს არის სწორედ ქრისტიანობის ნიშანი, რომ სიცოცხლის სავსეა და დანგრევს აღადგენს. აი ეს მიტოვებული ყველას მიერ ეს შენობა აღდგენილია, ისტორიული შენობა აქედან თაობები სწავლობდნენ ამ შენობაში და ის გაცოცხლდა და დღეს სულიერების კერად იქცა ამ რაიონში. წარმატებულია და ვიხარიათ, რომ ყველა რაიონში თითქმის არის სკოლები, სწავლის დონე, კულტურა უფრო მაღალი, იმიტომ საფუძველი არის ქრისტიანობა. მღვდელმთავრები ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სკოლის მოსწავლეების კონცერტს დაესწრნენ. ღონისძიებაზე ბავშვებმა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ სკოლა-პანსიონი 2012 წელს გაიხსნა და სასწავლო დაწესებულებაში ამ დროისთვის 180 მოსწავლე ირიცხება. მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან კი 25 ბავშვი პანსიონში ცხოვრობს. უახლოეს მომავალში კი მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება ახალი საცხოვრებელი დაწესებულება, რომელიც 60 მოსწავლეზეა გათვლილი. პერსპექტივაში აუცილებელია გქონებოდა საცხოვრებელი პანსიონს, რადგან ეხლა ესენი ცხოვრობენ სასწავლო კორპუსში და დავიწყეთ მშენებლობა 2013 წელს საცხოვრებელი კორპუსის. საცხოვრებელი კორპუსი გათვლილია 60 ბავშვზე, ინდივიდუალურად ყველა საძინებელს აქვს თავისი სველი წერტილები, არის სააქტო დარბაზი, იქნება სასადილო და ღვთის შეწევნით, როცა იქნება შესაძლებლობა, ალბათ დასრულდება და შემდეგ უკვე პანსიონი გადავა თავის საცხოვრებელ კორპუსში. ღონისძიების პარალელურად ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით სკოლა-პანსიონის ეზოში გამწვანების აქცია შედგა. წმინდა სინოდის წევრებმა ნაძვის ნერგები თავად დარგეს. დღესვე მღვდელმთავრები წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლურ სკოლას ეწვევნენ. წმინდა სინოდის წევრებმა ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული სამლოცველო მოილოცეს და შენობა დაათვალიერეს. ეს არის დიდი სიხარული ჩვენი ეპარქიისთვის, ჩვენი საგანმანათლებლო სამსახურისათვის, ჩვენი პედაგოგებისათვის და ბავშვებისათვის, რაც იქნება საწინდარი იმისა, რომ ჩვენი სკოლები უფრო გაძლიერდება, განვითარდება. აღსანიშნავია, რომ ჭიათურის სამრევლო სკოლა 2010 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით გაიხსნა. დაწესებულებაში ირიცხება 300 მოსწავლე, რომელთა რიცხვიც წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. მოზარდები თანამედროვე მეთოდებით ეროვნული სასწავლო გეგმის პარალელურად სასულიერო განათლებას იღებენ. ჩვენ გარდა მეცნიერული საგნებისა ვასწავლეთ ხელოვნებს. ეს არის ხატწერა, ფექა, ჭრაკერვა და ხეზე მხატვრული კვეთა. სკოლას აქვს თავისი წარმატებები, რა თქმა უნდა. ღონისძიების ფარგლებში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს. კონცერტი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. წმინდა სინოდის წევრებს ბავშვებმა სკოლის ისტორია გააცნეს და ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრები წარმოდგინეს. თავის მხრივ მღვდელმთავრებმა პედაგოგები და მოსწავლეები დალოცეს და ქადაგებით მიმართეს. ეს არის უდიდესი საქმე ჩვენი მომავლის აღზრდა და პირველ რიგში მინდა ჩვენს პატრიარქს, ჩვენს უწმინდეს გადაუხადო მადლობა იმისათვის, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება თავისი მოსვლისთანავე ეკლესიის სათავეში, რომ თავარი იყო ზრუნვა მომავალზე, თავარი იყო ზრუნვა მომავალ თაობაზე და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გახსნილი ყოფილიყო მთელი საქართველოს მასშტაბით მართლმადიდებლური სკოლები და ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ამან ძალიან დიდი შედეგი გამოიღო.
ღონისძიების დასასრულს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლურ სკოლასა და წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მესტიის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიას შორის ურთიერთმეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო ღონისძიებების ჩატარებას ითვალისწინებს. ბედნიერი ვარ მე დღეს და მოხარული ვარ აი ამ წამოწყების და ვიმედოვნებ, რომ ეს გაგრძელდება დიდხანს და შედეგიანი იქნება ჩვენი მოზარდი ახალი თაობებისათვის, მომავალში თაობებისათვის, ჩვენ ერთობლივი საქმიანობით ვეცდებით, რომ გამოყენებული იყოს ბოლომდე დახარჯული იყოს ჩვენი ადმინისტრაციის სკოლების ორივე მყავს ხედელობაში და პედაგოგების გამოცდილება და პროფესიონალიზმი, რომ ჩვენ ახალგაზრდებში აი დღევანდელ ამ რთულ ეპოქაში და პერიოდში მოხდეს ეროვნული და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში ზურაბ გორგელაძის 80 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი სასწავლო დაწესებულების წარმატებული მასწავლებლები და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. სკოლის ახსაზრდელებს ნოდარ დუმბაძის, ზურაბ გორგილაძისა და ივლიტა ჯიბუტის სახელობის პრემიები გადაეცათ. ღონისძიების მონაწილეები სხვა პრიზებითაც დაჯილდოვდნენ. წარმატებული მოსწავლე, საუკეთესო კალიგრაფისტი, შემოქმედებითი მოსწავლე, ეს იმ ნომინაციების ჩამონათვალია, რომელთა მიხედვითაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებიც დაჯილდოვდნენ. წარმატებული მასწავლებლის ნომინაციაში რამდენიმე გამარჯვებული დასახელდა. ღონისძიებას ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის რექტორი, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, სასწავლებლის პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ეს ალბათ მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს, რომ სკოლებში ბავშვები უნდა გაიზარდონ ჩვენს ქართულ კულტურაზე, ეს რაც შეეხება როგორც პოეზიას, ასევე ხატრობას, გალობას, იმ სამხმიან გალობას, რომელიც ჩვენი ქართველი ერის უდიდესი მონაპოვარია, უდიდესი შეიძლება ითქვას ტრადიციის მქონეა და თუ ჩვენი შვილები გაიზრდებიან ქართულ კულტურაზე, საქართველო არასოდეს არ დაიღუპება და მე მინდა დავლოცო ყველა პატარა ჩვენი მომავალი თაობა და უსურვო მათ, რომ ისინი ნამდვილ ქართველებად, ჭეშმარიტ ქართველებად აღზრდილი იყვნენ. ამ დღეს იკრიბება ჩვენ სკოლაში სტუმრები სხვადასხვა რეგიონებიდან, აჭარიდან, ჩამოდიან იმერეთიდან, თბილისიდან. დღეს როგორც დაინახეთ თქვენ დარბაზში ისხდნენ ისეთი დიდი პოეტები, როგორებიც არიან ვახტანგ ჯავახაძე, ერეკლე საღლიანი, ქალბატონი ბელა ქებურია, იყო ივლიტა ჯიბუტის საქველმოქმედო ფონდიდან წარმომადგენლები, ასევე მხარი დაგვიჭირა ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ასე შემდეგ და რამდენიმე ბავშვი დაჯილდოვდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა ყოველწლიურად ატარებს დაჯილდოვების საღამოს. ჯილდოვდება უამრავი ბავშვები პოეტების მიერ, მათ შორის წელს დავჯილდოვდი მეც და უღრმეს მადლობელი ვარ როგორც მეუფის, პოეტების და ასევე სკოლის დირექციის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას და ყველა დაჯილდოვებულს მიულოცო ეს წარმატება. საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე რიყის პარკში საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ გახსნეს. მხარეების განმარტებით ქვეყნებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოსა და ჩინეთს ტრადიციულად ერთმანეთთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს. ეს ურთიერთობა თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნება. დღეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე. ამას ნათლად ადასტურებს ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურება. მაღალი დონის ვიზიტები, როგორც საქართველოში, ასევე ჩინეთში და თანამშრომლობის შედეგად მიღწეული
კონკრეტული შედეგები. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის გახსნის შემდეგ რიყის პარკში შეკრებილ საზოგადოებას ჩინური კომპანიების პროდუქციისა და ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების გაცნობა, ასევე ჩინური სამზარეულოს დეგუსტაცია შეეძლო. მოწვეულმა სტუმრებმა დრაკონების გრანდიოზული შოუ და ჩინური ლომების ტრადიციული ცეკვაც იხილეს. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ჩინური კომპანიები, რომლებიც არიან საქართველოში, ასევე ქართული კომპანიები, რომლებმაც დაიწყეს მოღვაწეობა ჩინეთში. არის კულტურული პროგრამა, გვაქვს სხვადასხვა ტიპის გასართობი კუთხეები, ასევე ჩინეთიდან ჩამოვიდა დასი, რომელიც წარდგება ქართველი მაყურებლის წინაშე. ჩვენ უკვე 6 წელია საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ფრენებს ვახორციელებთ. მოხარული ვარ, რომ ქართულ და ჩინელ ხალხს ერთმანეთი ასე ძალიან უყვარს და ვიმედოვნებ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა მომავალშიც ასეთივე მყარი იქნება. ჩვენ ვყიდით ჩვენს პროდუქციას ჩინეთის ბაზარზე აქტიურად, გვყავს წარმომადგენლობები, ჩვენი აგენტები და დისტრიბუტორები. შემიძლია აღვნიშნო ისიც, რომ განსაკუთრებით აქტიურად იყიდება ღვინოები, მათ შორის წითელი ღვინოები. იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები, ეკონომიკური, კულტურული, სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდება კიდევ უფრო მეტად. ჩინეთის საქართველო მეგობრობის დღე ამ სახელწოდების ღონისძიება საერთაშორისო მედია ჰოლდინგის საქართველოს წარმომადგენლობის GB Times Georgia's ორგანიზებითა ჩინეთის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საჯარო ლექციათა ციკლი გრძელდება. ამჯერად უმაღლეს სასწავლებელს ცნობილი მთარგმნელი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ინესა მერაბიშვილი ესტუმრა. პროფესორმა შეხვედრაზე თარგმანის სირთულეებსა და სპეციფიკაზე ისაუბრა. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ქაუტენი ინესას რასაკვირველია ქართულ საზოგადოების წინაშე არ ჭირდება წარდგენა მისი ურიცხვი სამეცნიერო პუბლიკაციების და რაც მთავარია უნიკალური ინგლისურენოვანი თარგმანებით და ინგლისურიდან ქართული თარგმანების გამო. მაგრამ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ასეთი საჯარო ლექცია ტარდება პირველად. ამისთვის ძალიან დიდი მადლობელი ვართ ქალბატონი ინესასი. ეს გახდათ ინიციატივა საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტის თარგმანცოდნეობის მიმართულების გამო. დღევანდელი ლექციის თემა გახლავთ თარგმანის სირთულეები. თარგმანის სხვადასხვა ასპექტში შეგვიძლია განვიხილოთ. დღეს ნაწილობრივ პოპულარული ენით იქნება ეს, მაგრამ იმ სირთულეებზე, რომელიც პროფესიულ თარგმნელს აუცილებლად გასათვალისწინებელი ექნება. მწერალთა სახლში ბიზნესმენისა და საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარის ლევან ვასაძის პოეტური კრებულის წარდგინება გაიმართა. წიგნი გამომცემლობა სიესტამ გამოსცა. რიგით პირველ პოეტურ კრებულში ავტორის სხვადასხვა წლებში შექმნილი ლექსები შევიდა. ღონისძიებას ხელოვანის მეგობრები, კოლეგები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საღამოს მონაწილეებმა ლევან ვასაძის შემოქმედებაზე ისაუბრეს. ეს ჩემი ლექსების წიგნი არის პირველი და მე ყოველთვის ვღელავ და ჩემთვის უჩვეულო მდგომარეობა არის და მithქვამს და ვიტყვი რომ ლექსების წერა და ლექსების კითხვა ყოველთვის იყო ჩემთვის მთავარი საქმე. ამ ბოლო ხანს გავეცანი ბატონ ლევანს როგორც პოეტს. მის პიროვნებას ვიცნობ და იშვიათად ვიხებლები მე საერთოდ ადამიანთან. განათლებით, სისუფთავით, სიწმინდით, აზროვნებით და ასეთ კაცად მიმაჩნია. ბატონი ლევანი ეს არის გამორჩეული ქართული სულის ადამიანი. რაც შეეხება პოეზიას, როგორც ჩანს, ეს მისი ბუნების განუყოფელი ნაწილია. ლევან დიდი ხანია ჩვენთან გამოსცემს. პირველი წიგნი ჩვენ გამოვეცით დღიური ათონის მოლოცვისა. ეს არის გახსენებები ლევანმა იმოგზაურა ზურაბ ჟვანიასთან ერთად და მოინახულა ათონის მთა და ეს არის მეორე წიგნი მისი პოეტური კრებული. ყური
ახალი უგდეს საქართველოს ამ სახელწოდების ღონისძიებას აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა უმასპინძლა. საღამოს ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებასთან შესახვედრად მომღერალი თამარ ჭოხონელიძე დებსა და ოჯახის წევრებთან ერთად მოიწვიეს. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხომ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს მიეძღვნა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ჩვენი პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის თავისადმი ღონისძიებას ატარებს ეს ცენტრი და ყველა საღამო იყო განსაკუთრებული. მე მინდა დიდი მადლობა მოახსენო ამ ცენტრის ხელმძღვანელს, პირველ რიგში ქალბატონ სვეტლანას და მის ძალიან შრომისმოყვარე, ძალიან ენერგიულ გუნდს. ჩვენი უწმინდესის აღსაყდრების საიუბილეო თარიღია და ყველა ვზეიმობთ ამას თელი საქრისტიანობით, უმეტეს საქართველოს საქრისტიანოთ. და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ერთ-ერთი დღე, ასე ვთქვათ, ჩემიც იყო, რომ მე ორი სიტყვით მეთქვა რაღაც და მეუფერებოდი ჩვენი სიმღერებით ჩვენს უწმინდეს. ჩემი სიმღერა, ასე ჰქვია ალბომს, რომელშიც მუსიკოსმა მიხეილ მცურავიშვილმა ხალხური და ქალაქური სიმღერები გააერთიანა. აუდიო დისკის წარდგინებას ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლე უმასპინძლა. როგორც ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, ალბომს თან ერთვის მომღერლის შემოქმედებითი ავტობიოგრაფია. მიხეილ მცურავიშვილი ქართლ-კახური და ქალაქური სიმღერების შემსრულებელია. ის გორის ვაჟთა გუნდის დამაარსებელი და ამავდროულად ხელმძღვანელია. საღამო მუსიკოსის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიება მუსიკალურად ანსამბლმა რუსთავმა გააფორმა. ეს მომღერალი არის ნამდვილი ლეგენდა ყველა თაობისთვის. იმ თაობისთვის არის გამორჩეული მომღერალი, რომელსაც მოღვაწეობდა და დღესაც ჩვენთვის არის მისაბაძე, ეგეთი ხმა იშვიათი. ჩვენ ახალგაზრდები ვსწავლობთ, ბევრს ვსწავლობთ მისგან. ეს არის ჩვენი მასწავლებელი და ნამდვილად იმსახურებდა ეს ადამიანი თავის სოლო დისკს. არის 1965 წლიდან დღემდე რაც მაქვს სასიმღერო ჩანაწერები. ეს არის ქართული ხალხური სიმღერები, ქართულ კომპოზიტორთა ნაწარმოებები, ეს არის პოპულარული კლასიკა, ქალაქური სიმღერები, ყველა სტილის სიმღერა, ყველა. ეს ანდრე ქრომაშვილის ინიციატივა იყო და საკმაოდ ნორმალური დისკი გამოვიდა 26 სიმღერაში შესული. სტუდენტობიდან მოვდივართ ერთად ანსამბლ გორდელაში, შემდეგ უკვე მიშა როგორც ლოტბარი, როგორც მომღერალი სხვადასხვა ანსამბლებში მღეროდა, თვითონვე ქმნიდა ანსამბლებს და მთელი ამ ხნის განმავლობაში მან უდიდესი საქმე გააკეთა ქართული ხალხური სიმღერის მემხედველობაში მაქვს როგორც ხალხური სიმღერა, ესე ქალაქური სიმღერები ჩაწერასა და პოპულარიზაციაში. კომპანია Apple-მა თავისი ოპერაციული სისტემის განახლებული ვერსია საზოგადოებას სან-ხოსეში გამართულ დამპროექტებელთა საერთაშორისო კონფერენციაზე წარუდგინა. iOS 11 მომხმარებელს რამდენიმე სიახლეს სთავაზობს. საზოგადოებაში ყველაზე დიდი გამოხმაურება კი ფაილების მენეჯერს მოჰყვა. როგორც ცნობილია, სისტემის წინა ვერსიებში ფაილების ცენტრალიზებული მენეჯმენტი არ არსებობდა. ამიტომაც მომხმარებელი სხვადასხვა აპლიკაციით ხელმძღვანელობდა. ამიერიდან კი ფაილების მართვა ხელითაა შესაძლებელი. ახალი სისტემის მეშვეობით ბლოკირების ეკრანის ინტერფეისი და მართვის პანელი დაიხვეწა. სტიკერების პანელზე კი გამოჩნდა გადახდის სისტემა Apple Pay, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს შორის ტრანზაქციების შესრულებაა შესაძლებელი. iOS 11-ის გამოწერა მომხმარებელს ოფიციალურად შემოდგომიდან შეეძლება.